გამარჯობა მოგესალმებით ყველას, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline-ი, დიდი მადლობა რომ მიყურებთ პირველ რიგში. ირანის ამბებს გაგაცნობთ ამ ვიდეოში, ვეცდები რომ მოკლედ მიმოვიხილო ყველა მნიშვნელოვანი სიახლე, რაც არის ამ დროისთვის. დღეს არის 17 იანვარი და 20 დღე არის გასული მას შემდეგ, რაც ეს მძიმე პროცესები დაიწყო ირანში. მოგიყვებით პროტესტი რა ფაზაშია, რა ინფორმაცია აღწევს ამ დროისთვის, ყოველ შემთხვევაში მოგეხსენებათ რომ კვლავ გრძელდება ეგრეთ წოდებული blackout-ი, რაც გულისხმობს კომუნიკაციების ჩახშობას, ისევ გათიშული არის ირანში ინტერნეტი, სატელეფონო კომუნიკაციები, ამას ემატება კომენდანტის საათი, აქედან გამომდინარე სულ უფრო და უფრო ნაკლები ინფორმაცია აღწევს გარეთ, სულ უფრო და უფრო ნაკლები კადრი გამოდის, მაგრამ როგორღაც ადგილობრივები მაინც ახერხებენ, რომ Starlink-ების გამოყენებით რაც დარჩათ ყოველ შემთხვევაში მას შემდეგ რაც რეჟიმმა დაიწყო რეიდები და ამოღება ხალხისგან, სახლებიდან, აი ამ მოწყობილობების, რაც დარჩა ალბათ, აი ამ რესურსებს უფრთხილდებიან და ამით ახერხებენ, რომ ან მესიჯი გამოგზავნონ, ან ფოტო გამოგზავნონ, ან ვიდეო მასალა გამოგზავნონ და დანარჩენ მსოფლიოს შეატყობინონ რა ხდება ირანის ტერიტორიაზე. მოკლედ, ხო, პროტესტის შესახებ ვისაუბრებ. ასევე ვისაუბრებ პოლიტიკურ პროცესზე, რა ხდება ირანელი ხალხის მხარდაჭერის კუთხით, გულისხმობ მათ, ვისაც რეჟიმის ცვლილება სურთ და ამის გამო ფაქტობრივად სიცოცხლეს წირავს ეს ხალხი და ვისაუბრებ სამხედრო კომპონენტზე, რა ეტაპზეა დახმარება, რომელიც ტრამპმა დაანონსა, რომ გზაშია. რატომ გადაიდო თუ დაპაუზდა თუ რაში ამხრივ საქმე, აი ამ ყველაფერზე მექნება საუბარი ამ ვიდეოში, როგორც გითხარით. გავყვეთ მოკლედ თანდათან რაღაც თანმიმდევრობით დავალაგე ნიუსები, რომელიც მინდა რომ გაგაცნობთ. პირველი არის საკმაოდ უცნაური ამბავი პრინციპში. 4 საათის წინ არის ეს ვიდეო დადებული და ინფორმაცია, სადაც საუბარი არის იმაზე, რომ ირანში მოხდა 3 ძლიერი აფეთქება. აქ კადრიც არის, რომელსაც ახლა ვიგაჩვენებთ და ამ კადრში ერთდროულად ჩანს ორი კერა. საინტერესო არის ეს, რომ აი აქ ალბათ ხედავთ, რომ არის დაკვამლიანება, ვინც იღებს ის ყვება, ენა არ მესმის მე, მაგრამ აღწერა არის აქ ინგლისურ ენაზე, სადაც ნათქვამია, რომ ერთდროულად მოხდა ეს აფეთქებები. აი ეს უკვე მეორე აფეთქება ჩანს, უფრო მძლავრი, ცოტა მოშორებით და ხედავთ რა მხოლოდ დაკვამლიანება არის და ამ კადრებში მესამე არ ჩანს, თუმცა, ყოველ შემთხვევაში ასე ვრცელდება ეს ინფორმაცია, რომ მოხდა 3 ძლიერი აფეთქება ირანში. მაგრამ ამის მიღმა არაფერი არ ვიცით პრინციპში. არც ისრაელის მხარეს, არც ამერიკის შეერთებულ შტატებს არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებია, რომ მათი მხრიდან მოხდა რაიმე დარტყმა. ესე რომ ყოფილიყო ალბათ სხვა ბევრი წყაროც გავრცელებდა ამის შესახებ და ეს იქნებოდა ერთგვარი breaking news-ი ამ დროისთვის, მაგრამ ეს ასე არ არის და თან ეს 3 აფეთქება არ გავს რაღაცა მასშტაბურ ოპერაციას ან დაბომბვის დაწყებას. დიდი ალბათობით აქ ადგილი აქვს უფრო შიდა რესურსებით რაიმე დივერსიის მოწყობას ან რამე მსგავს, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ეს დეტალები ცნობილი არ არის. თუმცა ყურადღებას იქცევს ცხადია ყველაფერი, რაც ირანში ხდება და ამიტომ ეს ნიუსიც საკმაოდ სწრაფად გავრცელდა და მოვედო სოციალურ ქსელებს, ვნახოთ რა გაირკვევა ამ მხრივ. გავაგრძელოთ მოკლედ, როგორც თქვი, ეგრეთ წოდებულ blackout-ს, ანუ ინტერნეტის და კომუნიკაციების გათიშვას, რის მიზანიც იყო ერთის მხრივ ინფორმაციის გარეთ გამოტანის შეზღუდვა, აქციების მიმდინარეობის შესახებ და მეორეს მხრივ კოორდინაციის ჩაშლა, თავად მომიტინგებს შორის, რომ მათ არ ქონდეთ ერთმანეთთან კონტაქტი, დაემატა კომენდანტის საათიც და ამ ვიდეოში, რომელიც 1 დღის წინ არის გადაღებული, სწორედ ჩანს კომენდანტის საათის ფარგლებში, ესე ვთქვათ, კოლონის გადაადგილება ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში, ხედავთ რა მასშტაბური კოლონა არის, უსაფრთხოების ძალები, ავტომობილებით, ათეულობით ავტომობილი კოლონაში პლუს მოტოციკლებით, რეიდს ატარებენ ასე დასახლებულ პუნქტებში და ეს ერთ რამეზე მიანიშნებს, რომ მათ სურთ დემონსტრირება ძალის და მათ სურთ, რომ მოქალაქეებში გააჩინონ ესეთი განცდა, რომ მათ არავითარ შემთხვევაში ცხვირი გარეთ არ უნდა გაყონ. ეს იმ ფონზე ხდება, რომ ძალიან დიდია მსხვერპლი უკვე და ეს ცხადია ხალხმა იცის, რომ სხვადასხვა ქალაქებში ათასობით ადამიანია დაღუპული. ძალიან რთულია იმაზე საუბარი თუ რამდენია კონკრეტულად მსხვერპლის რაოდენობა, სხვადასხვა ცნობები, არაზუსტი ცხადია იმის გათვალისწინებით, რომ არანაირი რაღაც სადამკვირვებლო და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები იქ არ მუშაობს და არც დამოუკიდებელი მედია არ მუშაობს და არ არსებობს.
ფიზიკურად არ აძლევენ ამის საშუალებას კი არა ხალხს ტელეფონით გადაღებული ვიდეოების გავრცელებაც უჭირს, მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა ადამიანების ვარაუდებს ეყრდნობა, ვინც გამოაღწია ქვეყნის გარეთ ან კიდევ ვინც მიაწვდინა დანარჩენ მსოფლიოს ხმა, თავისი დაკვირვებით რამდენი შეიძლება იყოს მსხვერპლი. აი ამაზე არის საუბარი და ასე ითვლიან სწორედ ყველაზე მოკრძალებული პროგნოზებით თუ სტატისტიკით მინიმუმ 2000 კაცის მსხვერპლზე არის საუბარი და არის კიდევ უფრო დიდი ციფრებით სახელდება 10,000-ზე მეტიც კი განიხილება. ეს ყველაფერი ალბათ გარკვეული დროის შემდეგ თუ გახდება ცნობილი, ისიც ნაწილობრივ. ფაქტი ერთია, რომ რეჟიმმა გადაწყვიტა მომიტინგეების და ამ პროტესტის პირდაპირ გაგებით სისხლში ჩახშობა. ისინი არ ერიდებიან არანაირ მეთოდის გამოყენებას, პირდაპირ ესროდნენ ხალხს ქუჩებში და ესეთი კადრებიც არაერთი ვნახეთ. მათ შორის აი აქ მე მაქვს ერთი მასალა კი ბატონო, აი აქ არის ფოტო მასალა, სადაც ჩანს რომ პიკაპზე დამონტაჟებული არის ტყვიან ფრქვევი და აი ამ ტიპის ტყვიან ფრქვევზეა საუბარი და ის გადაადგილდებოდა ქალაქის ქუჩებში მაშინ, როდესაც ძალიან აქტიური ფაზა იყო პროტესტის და რა ხდება ახლა, აი ამ ფონზე რომ მთელი ამდენი რესურსი გამოიყენეს უიარაღო ხალხის ძირითად შემთხვევაში გასანეიტრალებლად, ბოლო ცნობები ასეთი გამოდის, რომ იკლო ყოველ შემთხვევაში ხალხის რაოდენობამ ისეთი მოცულობითი მსვლელობები და მარშები აღარ იმართება თეირანში თუ სხვა ქალაქებში და სამაგიეროდ გამკაცრდა და გაფართოვდა უსაფრთხოების ძალების კონტროლი. აი ეს არის ერთ-ერთი აქტივისტი, რომელიც ცდილობს რომ საათობრივად განაახლოს ინფორმაცია და დაწეროს რა ხდება თეირანის თუ სხვა ქალაქების ქუჩებში იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც პირველ წყაროებისგან იღებს და აი ამ ერთ-ერთ ბოლო მესიჯში ის წერს, რომ ესე იგი ქალაქის ქუჩებში თეირანზე არის საუბარი დილითო, ანუ დილის აპდეიტი არის ასე ვთქვათ, შაბათი დღის, ანუ დღევანდელი დილის, აქ წერს რომ მოედნებზე უსაფრთხოების ძალების თანამშრომლებს ცეცხლი აქვთ ანთებული იმისთვის რომ გათმნენ, ისინი გადაადგილდებიან ქუჩებში და ცდილობენ რომ დაადგინონ და გაანეიტრალონ პოტენციური პროტესტის კერები, ანუ შეკრებების აღმოჩენას ცდილობენ და გარდა ამისა ეს ბასიჯები და რევოლუციის გუშაქთა კორპუსის წარმომადგენლები დადიან ჩიხებში, ეძებენ მაგალითად თუ არის კედლებზე წარწერები რეჟიმის საწინააღმდეგო ან შაჰის დაბრუნების მხარდამჭერი და ცდილობენ რომ ეს კედლები გადაღებონ ესეთი პროტესტის ნიშნები მოსპონ ქალაქის ქუჩებში. კადრები როგორც გითხარით მწირია, რომელიც გამოდის, მათ შორის აი ეს არის ერთ-ერთი ბოლო გავრცელებული მასალა, რომელიც არის გადაღებული ისპაჰანში და ეს არ არის დიდი ალბათობით გასული ღამის მასალა, სავარაუდოდ ეს არის უფრო წინა დღეების კადრები, სადაც ჩანს გაბრაზებული ხალხი ქუჩებში, რომლებიც უპირისპირდებიან პოლიციას და აქვე ანადგურებენ, აქ წვავენ შემდეგ უკვე აი ამ ავტობუსს, რომელსაც ხედავთ კადრში, აი აქ ცეცხლი წაუკიდეს და შემდეგი მასალა არის, სადაც აი აქ უკვე პირდაპირ ესეთი შეტაკება ჩანს პოლიციასთან საპირისპირო მიმართულებიდან, საიდანაც ხალხი მიდის, საპირისპირო მიმართულებიდან პოლიცია ისვრის აქ ცხენსადენი გაზის ხუმბარის აფეთქების ეპიზოდი იყო და აი საკმაოდ დაძაბული კადრები არის. აი ამ ყველაფრის მიუხედავად ხალხმა ცალსახად აჩვენა ძალიან დიდი სითამამე, სიმამაცე და გამბედაობა, მაგრამ რთულია ასეთ პირობებში, როდესაც ძალიან ძლიერად ფესვგადგმული, ღრმად ფესვგადგმული რეჟიმი, რომელსაც აქვს უამრავი შესაძლებლობები, იარაღი და სისტემა აწყობილი დაამარცხონ მხოლოდ შიშველი ხელებით და აქედან გამომდინარეობს ის, რომ ეს ხალხი ქუჩებში არა მხოლოდ მოითხოვდა იმას, რომ შაჰი მმართველობა აღდგეს და რეზა ფეჰლევი ქვეყანაში დაბრუნდეს, არამედ მოითხოვდა და პირდაპირ სკანდირებდა ტრამპის სახელს, რომ
ამერიკის შეერთებული შტატები ამ პროცესს დახმარებოდა და მიეტანა იერიშები ირანის მოქმედ ხელისუფლებაზე. მაგრამ ჯერჯერობით მიუხედავად იმისა, რომ გაცხადდა თითქოს და ტრამპის სიტყვებია ეს, რომ დახმარება უკვე გზაშიაო, ჯერჯერობით ეს დახმარება ამ ხალხამდე ვერ მივიდა და ისინი ძალიან დიდი კრიზისის ქვეშ არიან, ძალიან დიდი სტრესის ქვეშ არიან და აბსოლუტურად არ არის გასაკვირი ის, რომ ნელ-ნელა, მაგრამ საბოლოოდ თუ ეს დახმარება მანამდე ვერ მიაღწევს, პროტესტი აუცილებლად მოხდება ისე, რომ მოკვდება უბრალოდ ხალხი ვეღარ შეძლებს აი ამ ხელა რეჟიმის მანქანის წინააღმდეგობის გაწევას. ნახოთ ეს ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი. აქ არის ერთი საინტერესო კადრი სხვათა შორის, რადგან ხალხის ნაწილი ვეღარ ახერხებს ქუჩაში გამოსვლას და ეშინიათ უბრალოდ მათ ყველას არ ყოფნის იმის გამბედაობა, რომ საკუთარი სიცოცხლე გარისკოს. ისინი სახლებიდან ყვირიან, აი აქ არის ესეთი კადრი, წაშკარად შენობებიდან ისმის ხალხის ხმა და აქ განმარტებაში ნათქვამი არის, რომ ისინი სკანდირებენ აიათოლას წინააღმდეგ და ითხოვენ მის დასჯას, ამბობენ, რომ ხამენეი არის მკვლელი და ისინი მას დაასაფლავებენ. ესეთი ციტატა არის ამ ვიდეოს განმარტებაში, აღწერაში აქ ნახსენები. გავაგრძელოთ მოკლედ. ამ დროს რას აკეთებს თავად აიათოლა? ეს ძალიან საინტერესოა. დღეს იყო მისი საჯარო მიმართვა და საოცარი ცინიზმი და ირონია პრინციპში შეიძლება ასე დავარქვათ მის განცხადებებს. იმ ფონზე, რომ ათობით ათასი ადამიანი დაშავდა, ათასობით დაღუპულზე ვსაუბრობთ, ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის პრეზიდენტს არც ნაკლები დონალდ ტრამპს ადანაშაულებს აიათოლა ალი ხამენეი და ამბობს ესეთ რამეს, რომ ეს ყველაფერი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იყო დაგეგმილი, დამუშავებული წინასწარ და ამერიკის გეგმა არის ირანის განადგურება, შთანთქმა, ეს არ არის მხოლოდ ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის შესახებ, ანუ ეს მხოლოდ მისგან არ მომდინარეობს და ეს არის ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა, ასეთ რამეს ამბობს ხამენეი და ამატებს იმას, რომ ჩვენ მას, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებს განვიხილავთ კრიმინალად და ვაკისრებთ პასუხისმგებლობას იმ სხვერპლის შესახებ, იმ სხვერპლთან დაკავშირებით და იმ ზიანის შესახებ, რომელიც ნახეთ ირანში, ანუ აი ამ მიმართვაში პირდაპირ კრიმინალად მოიხსენიებს ტრამპს ხამენეი, რაც პრინციპში ყველა ხიდს ანგრევს, თუ კი რამე შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ რაღაც დიპლომატიის შანსები არ ვიცი, ვინმე შეიძლება ქონდა ეგეთი წარმოდგენა, რომ არსებობდა, მით უმეტეს რომ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ტრამპის პოზიცია იყო, რომ მას მხოლოდ ხამენეისთან პირისპირ საუბარი სურდა, თუ რაიმე ტიპის მოლაპარაკებაზე იქნებოდა საუბარი, მანამდე მან ჩახსნა ყველანაირი მოლაპარაკების მცდელობა, რაც თავის მხრივ ქონდა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს და თქვა, რომ მხოლოდ ხამენეის დაელაპარაკებოდა და ასევე დასავლურ პრესაში გავრცელდა ეგეთი ცნობები, რომ იყო საუბარი კონკრეტულ მოთხოვნებზეც, რომელზეცაც შტატების პრეზიდენტი წაუყენებდა მას იმ შემთხვევაში, თუ ეს საუბარი შედგებოდა. კერძოდ საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა სრულად აღკვეთილიყო ირანის ბირთვული პროგრამა, უნდა დაეთმოთ მათ ეს რაკეტების არსენალი, ბალისტიკური რაკეტების და მთელი რიგი ჩამონათვალი იყო, აღარ მახსოვს დამატებით კიდევ რა პუნქტები იყო, თუმცა ძირითადი ეს იყო ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმა, განიარაღება და დაკავებულების გათავისუფლება იყო კიდევ ერთი მოთხოვნა, რაც თავად უკვე რაღაც უტოპიურად ჟღერდა, აი ასეთი პირობების წაყენება თავის მხრივ ტრამპის მხრიდან უნდა ვიგულისხმოთ, რომ მათ წინასწარ იცოდნენ, რომ ამას არ გაყვებოდა ირანის მოქმედი რეჟიმი და არ დათანხმდებოდა არც ბირთვული პროგრამების დათმობას, არც განიარაღებას და არც მით უმეტეს დაკავებულების გათავისუფლებას და ეს იყო უბრალოდ რაღაცნაირი სვლა დიპლომატიური მცდელობის წარმოცაჩენად, მაგრამ აი პასუხმა არ დააყოვნა, ვხედავთ რომ აიათოლა პირდაპირ კრიმინალს უწოდებს ტრამპს და აი ამ მიმართვის დროს დარბაზში ხალხი აი აქ ამ მომენტში
გაჩვენებთ ამას ხმასაც ჩავრთავთ. სკანდირებდა კიდევ ერთხელ ფრაზას სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს, რაც მათი ჩვეული შეძახილი არის უკვე ყველა ასეთი მიმართვის თუ გამოსვლის დროს. ნუ აი აქ სკანდირებენ რომ სიკვდილი ამერიკას. ანუ მათ პოლიტიკაში არაფერი არ შეცვლილა, ყველაფერი სახეზე არის. ახლა მთავარი არის რომ როგორ იმოქმედებს ტრამპი და შეასრულებს თუ არა თავის დაპირებას. აი აქ დღევანდელი მიმართვის ერთ-ერთ ნაწილში ხამენეიმ თქვა ესეთი ფრაზა, რომ ის ბრალსდებდა ამერიკის შეერთებულ შტატებს და მისი სიტყვებით რომ თქვა ქვეყნის ამრევებს რამდენიმე 1000 ადამიანის მკვლელობაში. ეს მედიას არ გამორჩენია, იმიტომ რომ ეს არის ირიბი დადასტურება იმისა, რომ მსხვერპლი რეალურად არის ძალიან მასშტაბური, აქ არ არის ასობით ადამიანზე საუბარი, არამედ თავად ხამენეიც ამ სიტყვებით ადასტურებს, რომ დაღუპული არის რამდენიმე 1000 ადამიანი. თუმცა ცხადია თავის თავს არავინ არ დასჯის და არ დაადანაშაულებს, ის პირდაპირ სხვისკენ იშვერს ხელს, ყველანაირად ხდება იგნორირება პროტესტის საფუძვლების, ხდება იგნორირება ხალხის ნების და მათი აღშფოთების საფუძვლების და უბრალოდ ისრების გადატანა ხდება ქვეყნის გარეთ. ეს არის და ეს ირანის პოლიტიკა ნაცნობი, ისე როგორც ხდებოდა ხოლმე წარსულში, ამჯერადაც იგივე ტაქტიკას მიმართავენ ისინი და მეტიც არა თუ ადანაშაულებენ ტრამპს ამ შემთხვევაში, რომ მან ჩაიდინა მკვლელობები, არამედ დასცინიან პრინციპში. ეს არის ამ შემთხვევაში უკვე თეირანის მთავარი პროკურორის განცხადება, რომელსაც სამთავრობო მედიამ დაუსვა კითხვა იმის შესახებ, თუ რა განცხადებაც გააკეთა დონალდ ტრამპმა და აქ გახსოვთ ხომ ტრამპის პოსტი 2 დღის წინ, სადაც ის ამბობდა, რომ მე მოუწოდე მათ, რომ შეწყვიტონ მკვლელობები და ამის შემდეგ შევიტყვე, რომ 800 ადამიანი, რომლის ჩამოხრჩობასაც აპირებდნენ, ცოცხალია და მათ აღარ ემუქრებათ საფრთხე. ამის საპასუხოდ პროკურორი ამბობს ესეთ რამეს, რომ მან, ანუ ტრამპმა ჯობია რომ თავის საქმეს მიხედოსო, რაღაც ნონსენსებს ლაპარაკობსო, ჩვენ დამოუკიდებელი მართლმსაჯულება გვაქვსო. ამ შემთხვევაში საუბარი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზეო და საგარეო საქმეთა სამინისტროს არაფერი კავშირი არ აქვს სამართალდამცავ ორგანოებთან და სასამართლოსთან, აი ამ განცხადების მიხედვით და დამოუკიდებლად იმოქმედებს სასამართლო იმ პრინციპიდან გამომდინარე, რაც იქნება მათი შეხედულებიდან სწორი. ასეთ რამეს ამბობს პროკურორი თეირანის, რაც პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი სილის გაწვნა არის ტრამპის აი ამ პოზიციის მიმართ და დაცინვა ხო სხვა რა ქვია ახლა ამას, ის ამაყობს რომ მე შევაჩერე ხალხის მკვლელობები და ეს ამბობს რომ არაფერი არ შეჩერებულა, ის რაღაცას ბოდავს, ჩვენ გასაკეთებელს გავაკეთებთ და ძალიან სწრაფად და ეფექტურად ვიმუშავებთ ამ პროცესების შესაკავებლად. ესაც ერთ-ერთი დადასტურება იმისა, რომ აქ რაიმე მოლაპარაკებებზე საუბარი ზედმეტია, ძალიან ხმამაღალი და ესეთი ომახიანი ტონი აქვს ირანში ოფიციალურ პირებს და იწვევენ ტრამპს და ამის საპასუხოდ რა ხდება მეორე მხარეს. მოდი ახლა იმაზე ვილაპარაკოთ. ტრამპი ჯერჯერობით დამატებით არაფერს არ ამბობს, ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე არაფერი არ გაკეთებულა განცხადება, გარდა იმ პოსტისა, რაც თქვიდა იმ განცხადებისა, რომელიც ეხებოდა ჩამოხრჩობის პროცესის შეჩერებას, მაგრამ პარალელურად მიდის საინტერესო პოლიტიკური პროცესები. მაგალითად, გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორი ლინსი გრემი არის ახლა ისრაელში. და მედიასთან გააკეთა, ესეთი საინტერესო განცხადება. დასაწყისში საინტერესო რეპლიკა არის, ლინსი გრემი ეკითხება, ცუდი ტიპი ხარ თუ კარგი ტიპი ხარ? Okay, are you a good guy or a bad guy? Yeah, we are a good guy. We have been here in White House for a long time. No, we are not. I don't think we're on speaking terms. And you become kind of like a superstar inside Iran these days. All the people are following you, are watching you. Please tell us what you think about regime change inside Iran. მოკლედ ჟურნალისტის კითხვა არის, რომ ყველა მთელი ყურადღება ახლა თქვენსკენ არის მოპყრობილი და თქვენი ნაბიჯებისკენ და გითხარით რას აკეთებთ იმისთვის, რომ რეჟიმი შეიცვალოს. Regime change is the result of the people not wanting to live in a country where a 16-year-old girl can be killed for not wearing the headscarf right. They don't want to live in a country governed by an ayatollah who's a religious fanatic.
ნუ აქ დასაწყისში ამბობს რომ რევოლუცია და რეჟიმის ცვლილება არის ხალხის ნებაზე დამოკიდებული, ხალხს უბრალოდ არ სურს არსებულ რეალობაში ცხოვრება, არ სურთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც 16 წლის გოგო შეიძლება მოკლან იმის გამო რომ ჰიჯაბს არ ატარებს და არ სურთ მათ აიათოლას მმართველობის ქვეშ ცხოვრება, რომელიც რელიგიური ფანატი არისო. Following the people. They want a new life. If this regime falls, it will be a godsend to America. ნუ მე მხარს უჭერ ხალხს და ამასთან თუ რეჟიმი შეიცვლება, ეს იქნება ძალიან კარგი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. Terrorism will fall. Hamas, Hezbollah, and the good people of Iran will be in charge. I have encouraged ნუ ტერორიზმის სპონსორი ჰამასის და ჰეზბოლას და სხვების დაემხობა და კარგი ხალხი მოვა ხელისუფლებაშიო. the president to pick the protesters over the Ayatollah. He has. The Ayatollah was warned, stop killing these people. He has trampled on every red line there is. People are being killed, I think, by the thousands. Donald J. Trump is not Barack Obama. When he says help is on the way, he means it. ხო, აი აქ უკვე საინტერესო იწყება, ანუ აიათოლამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთაო, მას უთხრეს რომ ხალხის მკვლელობა უნდა შეეწყვიტა, მაგრამ ამას არ აკეთებს და ათასობით არის დაღუპულიო და დონალდ ტრამპი არ არის ბარაკ ობამა, თუ ტრამპმა თქვა რომ დახმარება გზაშია, ეს ნიშნავს რომ დახმარება გზაშია, ამას იმეორებს ლინცი გრემი. Everyone out in the streets risking your life. Their children and their children's children will benefit from your bravery. The region will benefit from your bravery. ხალხს მიმართავს რომ ვინც ხართ ქუჩაში და სიცოცხლეს წირავთ, იცოდეთ რომ თქვენი შვილები და შვილიშვილები მიიღებენ სარგებელს საიმ თქვენი გამბედაობისგან და ნუ ეს პროცესი შეცვლის არ მხოლოდ ირანს, არამედ რეგიონს. This is humanity at its best. Humble, good people saying I can't live this way anymore. People are asking when people და მთავარი კითხვა როდის გავიგეთ რომ დახმარება გზაშია, მაგრამ ვიდრე ეს დახმარება გზაშია, ხალხი იხოცება და განიცდის უზარმაზარ წნეხს და როდის ხო? ნუ ეს არის მთავარი კითხვა. I'll leave it up to the president, but if you saw his tweet today, I would say soon, because if we let it go much longer, people are going to doubt. And the reason I know President Trump's going to be a man of his word, if we pull the plug and didn't help the protesters, that's worse than Afghanistan. So we've got people out in the streets because they believe in President Trump. დამაიმედებელ განცხადებას აკეთებს პრინციპში, მე პრეზიდენტზე წინ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ რადგან მან ამის შესახებ თქვა, ეს ნიშნავს რომ იქნება ძალიან მალე, ნახოთ რამდენი ხანი იქნება ეს ძალიან მალე. და თავადაც ხას უსვამს რომ ნუ ამ პროცესის ასე მიტოვება არ შეიძლება, იმიტომ რომ ხალხი დაიხოცება. The reason I know President Trump's going to be a man of his word, if we pull the plug and didn't help the protesters, that's worse than Afghanistan. So we've got people out in the streets. ხო, ნუ იმას ამბობს რომ თუ ამ შემთხვევაში უკან დახევა მოხდება და არ დაუჭერენ ხალხს მხარს, მოხდება უარესი, რაც მოხდა ავღანეთშიო და ნუ ამიტომ გონია რომ ტრამპი თავის სიტყვას შეასრულებსო, ესეთი არის ლინცი გრემის პოზიცია, რომელიც ვიმეორებ რომ არის დაახლოებული ტრამპთან და ფაქტია რომ აი ამ პროცესშიც აქტიურ მონაწილეობას იღებს, ვიდრე ხდება გარკვეული სამხედრო გადაადგილებები, ვიდრე ტრამპი ეს პოლიტიკურ მანევრებს გვთავაზობს, ჯერ იყო ძალიან ხისტი ტონი, შემდეგ იყო შერბილება, თითქოს რაღაცა პაუზასავით აიღო, ამასთან იყო ცნობები იმის შესახებ, რომ ტრამპმა მიიღო გარკვეული კონსულტაციები, მიიღო მათ შორის მოწოდება იყო თავად ისრაელის მხრიდანაც ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრის დროს მას უთხრა ნეთანიაჰუმ რომ არ იქნებოდა მიზანში წონილი იმ მომენტშივე, ანუ რამდენიმე დღის წინ დარტყმა, როდესაც იყო საუბარი, იქიდან გამომდინარე რომ თავად ისრაელი არ იყო მზად იმისთვის რომ საპასუხო რეაქციის შემთხვევაში თავი დაეცვა, ყოველ შემთხვევაში ასეთი ცნობები გამოვიდა და როგორც ჩანს აი ამის შემდეგ იწყება ეს პოლიტიკური რაღაცა მანევრი, რომელიც შემოგთავაზა ტრამპმა, ის პირდაპირ კითხვებს თავს არიდებს და ხალხს აქცენტს აკეთებს მხოლოდ რაღაც პოზიტიურ შედეგებზე. პოზიტიურ შედეგად წარმოაჩინა ის, რომ უნდა ჩამოეხჩოთ აქტივისტების პირველი ნაწილი, რომელიც დაკავებული იყო 4 შაბათს დღეს და თუ 5 შაბათს თუ სწორად მახსოვს, ნუ ერთი თვით
2 დღის წინ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, მაგრამ როგორც ხედავთ, თავად ირანელმა პროკურორმა დასცინა და თქვა, რომ ის რაღაც სისულელებს ლაპარაკობსო და ამასობაში ხედავთ აი ამ გადაადგილებებს. ვკითხულობდი, რომ მოსადის ხელმძღვანელობა არის ჩასული ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკელ სენატორებს ხედავთ ისრაელში და ერთობლივად მიდის რაღაცა პროცესი, რაღაცა მზადება, დიდი მზადება, სადაც არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული ეს პოლიტიკური და სამხედრო კომპონენტები. გადავიდეთ სამხედრო კომპონენტზე, მოკლედ მთავარი სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ ამ დროისთვის არა ერთი სამხედრო ავიამზიდი, არამედ უკვე 2 ავიამზიდი მიემართება ირანისკენ და რეგიონისკენ. ანუ მანამდე იყო ცნობები იმის შესახებ, რომ აბრაამ ლინკოლნის დასახელების ავიამზიდი დაიძრა, ასე ვთქვათ, და მეორე უკვე დღეს გავრცელებული ინფორმაციით არის ჯორჯ ბუშის სახელობის ავიამზიდი, რომელიც მიემართება რეგიონისკენ და აქ იგულისხმება მთელი შემადგენლობა ბომბდამშენები, იგულისხმება ეს სტელს ავიაგამანადგურებლები, რომლებიც ათეულობით არის განთავსებული აი ამ ავიამზიდებზე და მოკლედ ძალიან სერიოზული ძალაა. ყველა ასეთი ოპერაციის დროს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხელმძღვანელობა ცდილობს, რომ გადაასყვიოს რისკები და თუ იგეგმება დარტყმები, ამ შემთხვევაში ახლოს აუცილებლად უნდა იყოს ასეთი ავიამზიდები განლაგებული იმისთვის, რომ მოხდეს მხარდაჭერა და მოხდეს როგორც საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობა საჭიროების შემთხვევაში იმისთვის, რომ საპასუხოდ გამოსროლილი რაკეტები გაანადგურონ, ასევე მოხდეს სასიცხლე მხარდაჭერა უშუალოდ აი ამ ავიაგამანადგურებლების მხრიდან. რამდენიმე ნიუსი შემომხვდა იმის შესახებ, რომ ეს ნამდვილად ასეა და რომ 2 ეს ავიამზიდი გზაში არის და აქ არის ასევე განმარტებითი ასეთი ცნობები იმის შესახებ, რომ ისრაელის და ამერიკის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, მაგალითად ამ პოსტში ნათქვამია, რომ ეს იყო მოსალოდნელი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დაელოდებოდა აი ამ მხარდაჭერას, ასე ვთქვათ, ვიდრე განახორციელებდა პირდაპირ დარტყმას ირანის რეჟიმზე, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ოპერაციის შემთხვევაში საჭირო არის საკმარისი დამატებითი ძალების ადგილზე ყოფნა. ავიამზიდების გადაადგილებას ასევე ადასტურებს სატელიტური ფოტოებიც, რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელებში, ეს ერთი, ეს მეორე ფოტო, ეს უშუალოდ არის აბრაამ ლინკოლნის ესეთი დასახელების ავიამზიდის გადაადგილების ფოტო დადასტურება, სატელიტური ფოტოა და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც სამხედრო აქტივობაზე მიანიშნებს, ეხება ამერიკული სატვირთო თვითმფრინავების გააქტიურებას რეგიონში, მათ შორის საუბარი არის აი ამ პოსტში იმაზე, რომ 4 C-17 სატვირთო თვითმფრინავი შენიშნეს დიეგო გარსიას გარშემო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ავიაბაზა, სადაც განლაგებული არის ბიორები, მათ შორის ბომბდამშენები და მათ შორის, როდესაც განხორციელდა ირანზე ივნისის თვეში დარტყმები, მაშინაც ეს ბაზა იქნა გამოყენებული სწორედ. მოდით ახლა აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ანუ სამხედრო კომპონენტის და პოლიტიკური კომპონენტის გათვალისწინებით ვთქვათ რა გვაქვს. ანუ რომ გავყოთ, ესე იგი, ტრამპი დაპირდა დახმარებას ხალხს, თქვა რომ დახმარება გზაში არის, რომ რეჟიმი აუცილებლად შეიცვლება. ამან მისცა მუხტი დამატებით, ხალხი კვლავ გავიდა ქუჩაში. იგრძნეს, რომ ისინი მარტო არ არიან, ამას მოყვა კიდევ უფრო მძიმე შედეგები, კიდევ უფრო სასტიკი ქმედება რეჟიმის მხრიდან, მსხვერპლი უბედურება, სისხლი. და დახმარება, რომელიც დაანონსდა, რომ გზაშია, ჯერჯერობით დანიშნულების ადგილამდე არ მისულა. ამან გამოიწვია პროტესტი, ამან გამოიწვია ბევრში გულის წყვეტა, ბევრში გაბრაზება, ძალიან დიდი კრიტიკა წამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, რომ ტრამპმა უღალატა ამ ხალხს ჩვეულებრივად ჯერ პირდაპირ დახმარებას დაპირდა არა მხოლოდ სამხედრო კომპონენტს, კიბერშეტევებზე იყო საუბარი და ბევრ კიდე სხვა რამეზე, რაც განიხილებოდა ვარიანტებს შორის და ამ დროს მეორე დღეს გამოვიდა და ასეთი რამ თქვა, რომ იცით რა,
მე კარგ სიგნალებს ვიღებ 800 კაცი უნდა ჩამოეხჩოთ, მაგრამ ისინი არ ჩამოახჩეს ჩემი განცხადების შემდეგ და ეს მისასალმებელი ამბავი, ანუ თითქოს სხვა დანარჩენი არაუშავს, რომ ამდენი ხალხი იხოცება და ეს რაღაცა თავის ნებაზეა მიშვებული ამხელა პროცესი, ხო? ანუ ნეგატივს თავი არიდა, მხოლოდ პოზიტიურ რაღაც დეტალზე გააკეთა აქცენტი და ამით დაამთავრა. ამის იქით ამის მიღმა აღარ წასულა ტრამპი და ბევრი კითხვა დატოვა ღიად, ხო? ეს ხო გასაგებია, ანუ მან კითხვებს თავი არიდა და პრინციპში აი ამ პოზიციით რაღაც გაგებით ასე გამოჩნდა, რომ თითქოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკან დაიხია და აი ამ ჭრილში თუ შევხედავთ, აბსოლუტურად ლეგიტიმურია ეს ბრალდებები და აბსოლუტურად ლეგიტიმური არის კრიტიკაც და თუ გნებავთ აი ეს მიდგომაც, რომ ტრამპი ამ შემთხვევაში მოღალატეა ამ ხალხისთვის, ხო? დაპირდა, შეაგულიანა და შემდეგ უბრალოდ გვერდზე გაიწია და თითქოს რაღაცა მოლაპარაკებებზეც კი დაიწყო საუბარი. ეს არის ერთი მხარე, მაგრამ მეორე მხარე აქ არის დამატებითი პროცესი, რასაც ხედავთ, ხო, იქ ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელობა ჩადის ამერიკის შეერთებულ შტატებში, პენტაგონში მართავს მოლაპარაკებებს, აქეთ ამერიკული დელეგაციები ისრაელში ჩადიან და სასწრაფო მოლაპარაკებები იმართება როგორც სამხედრო დონეზე, ასევე პოლიტიკურ დონეზე. ლინდსი გრემის განცხადებას კი უსმენთ, რომელიც ისრაელში გააკეთა მან და ამავდროულად ხედავთ ამხელა სამხედრო გადაადგილებებს, ხო? რაც თავის მხრივ ამ ლოჯისტიკის გამართვა მოითხოვს დროს და ეს აბსოლუტურად გასაგები მომენტი არის. შესაძლოა რამდენიმე დღე დაჭირდეს არ ვიცი მე ზუსტად რამდენი დღე დაჭირდება ახლა ამ ავიამზიდების დანიშნულების ადგილამდე მისვლას, მაგრამ თუ პრაქტიკული თვალსაზრისით შევხედავთ, როდესაც საუბარია საფრთხეებზე, რომ მით უმეტეს ირანი იმუქრება, რომ გაისვრის 500 ბალისტიკურ რაკეტას, მეტიც არათუ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სამხედრო დარტყმის შემთხვევაში, მათ ისაც კი თქვეს, რომ პრევენციულ დარტყმას მიიტანდნენ ისრაელზე, იმისთვის რომ ვერავის გაებედა ირანზე და მის ხელისუფლებაზე დარტყმის მიტანა, ესაც კი ითქვა და სასწრაფოდ ისრაელმა დაიწყო საჰაერო თავდაცვის სისტემების მობილიზება აი ამ რისკის გადაზღვევის მიზნით და გარდა ამისა დაემუქრა პირდაპირ ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებზე, თქვა რომ თუ რამეს გაისვრით ჩვენი მიმართულებით, ჩვენ დავბომბავთ რეგიონში არსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს და ასევე კომერციულ ობიექტებსაც დავარტყავთ, ისინიც ლეგიტიმური სამიზნე იქნებიან. ანუ ამ ფონზე, როდესაც რისკები მაღალია და იმის გათვალისწინებით, რომ თუ საუბრობთ იმაზე, რომ რეჟიმი არის კუთხეში მიმწყდეული და ჩამოშლის პირას და ხალხი ქუჩაში ყავს, მილიონობით ადამიანი პროტესტშია ჩართული, ამავდროულად ამერიკის შეერთებული შტატები ემუქრება, რომ მე გაგანადგურებ და სამხედრო დარტყმას მოვიტან შენზე და დახმარება გზაშია, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მათაც გაისროლონ, რაც კი აქვთ გასასროლი და ეს თქვეს კიდევაც ღიად და საჯაროდ, აქედან გამომდინარე აი ასე თუ შევხედავთ, მოხდა გადაანალიზება რისკების, მოხდა დამატებით კონსულტაციები და შეთანხმება, რომ მოდი არ ვიჩქაროთ, მოდი მოვემზადოთ შესაბამისად და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილებები და აი ამ ლოგიკას თუ გავყვებით, უკვე ჯდება ის, რომ ახლა ეს სამხედრო დახმარება, დამატებითი ძალების მობილიზება ყოველ შემთხვევაში სახეზეა და მიემართება ეს ავიამზიდები რეგიონის მიმართულებით, ხო? პრინციპში ეს არის ერთადერთი ლოგიკური გზა, თუ საუბრობთ იმაზე, რომ მიზანი არის ირანის რეჟიმის დამხობა, რაც სურს ხალხს, ერთის მხრივ ირანელს, რაც სურს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ცივილურ სამყაროს, ისრაელს, ასე შემდეგ, სამხედრო კომპონენტის და დახმარების გარეშე უკვე ფაქტია, რომ ეს ასე არ გამოვა, იმიტომ რომ პროტესტი ძალას კარგავს. პროტესტი პირდაპირ გაგებით სისხლის განიცლება, ხალხი იღუპება, 20 დღე გავიდა და რომ წარმოვიდგინოთ, რომ კიდევ გაგრძელდეს ახლა ეს 1 და 2 კვირა და მეტი, თუ დღეს ვსაუბრობთ მინიმუმ 3000 და მაქსიმუმ 10-12000 დაღუპულზე, 1 და 2 კვირაში ეს ციფრი შეიძლება გაორმაგდეს და ამაზე უკან დამხევი არ არის რეჟიმი, რომელიც თავის მხრივ არის კუთხეში მიმწყდეული, ხო? ანუ ხალხი სკანდირებს ქუჩაში, რომ ეს მათთვის ბოლო ბრძოლა, ეს ნიშნავს, რომ რეჟიმისთვისაც ბოლო ბრძოლა გამოდის და ისინი ყველაფერს იზავენ და უკვე აკეთებენ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ, არანაირ სისასტიკეს არ ერიდებიან, ტყვიან ფრქვევებით ქუჩაში, ავტომატებით. რა ვიცი, ვიღაც ზოგიერთი ირანული წყარო იმასაც ამბობდა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებასაც გეგმავენო და რაღაც კადრები აჩვენეს, სადაც ჩანდნენ ეს სახეშენი ღბული და სპეციალურ ფორმაში საცმული
უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები პიკაპებზე, სპეციალურ მანქანებზე. სხვა საკითხია მოხდა ამის გამოყენება არ მოხდა ან საერთოდ რაზე იყო საუბარი, თუმცა ეს განგაში სიგნალიც კი ჩაირთო და იქ აბსოლუტურად უკონტროლო არის სიტუაცია. მეორეს მხრივ ხალხის ნაწილი ციხეშია და კაცმა არ იცის ხვალ ჩამოახჩობენ თუ არა და აქეთ ვინც სახლებშია ისინიც არიან შიშით რომ ვინმე არ მიადგეს და რაიმე ბრალი არ დასდოს და ეს რეიდები გრძელდება კომენდანტის საათი არის გამოცხადებული. ანუ ამ პირობებში პროტესტი ფიზიკურად გამოდის რომ ვერ გაგრძელდება, განსაკუთრებული თავგანწირვის ხარჯზე ხალხის ნაწილი კვლავ შეიძლება გავიდეს ქუჩაში და მათი ნაწილის ცოცხალი ვეღარ მივიდეს უკან, ხო? ეს არის მოცემულობა და ეს არის ფაქტი, რომ ცხადია ხალხის ინტერესი იყო რომ თუ ეს ნაბიჯი არის გადასატკმელი ჯობდა მანამდე მიეტანათ სამხედრო დარტყმა ირანის უსაფრთხოების ძალების ობიექტებზე თუ რა ვიცი აიათოლას ბუნკერზე თუ ასე შემდეგ და ეს პროცესი ამ ეტაპზე უკვე არის ფაქტობრივად დაგვიანებული. მაგრამ ხედავთ რომ ლინცი გრემი ამბობს რომ კი ნამდვილად დახმარება გზაშია, მეორეს მხრივ ხედავთ რომ სამხედრო გადაადგილებების სახეზეა, თუმცა ჯერჯერობით კვლავ არის ბუნდოვანი მივა თუ არა ეს საქმე ბოლომდე. თუ მისაყვანია და კიდევ ვიმეორებ თუ ასეთი გეგმა არსებობს, ეს ფაქტია უკვე რომ სამხედრო ჩარევის გარეშე არ გამოვა, თავისით რეჟიმი ვერ დაემხობა და ვერც მხოლოდ ხალხის მშვიდობიანი ძალისხმევით ვერ დაემხობა რეჟიმი, იმის მიუხედავად რომ ამას ამბობს მათ შორის რეზა ფეჰლევი, შაჰის მემკვიდრე, რომელიც ამ ოპოზიციური მოძრაობის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა ყოველ შემთხვევაში ამ დროისთვის, ხალხი მის ირანში ჩასვლას ელოდება, როგორც მან თავად დაანონსა. გუშინ ჰქონდა მას პრესკონფერენცია და გარკვეული ინიციატივები გააჟღერა, თქვა რომ ის სთავაზობს ირანელ ხალხს იმ შემთხვევაში თუ მოხდება რეჟიმის შეცვლა 100 დღიან გარდამავალ პერიოდს, სადაც მოხდება იმპლემენტაცია უკვე არსებული გეგმის, ექსპერტების, ბიზნესმენების ჩართულობით, პოლიტიკოსების მისი გუნდის ჩართულობით იმისთვის, რომ შემდეგ უკვე ხალხმა თავად გააკეთოს არჩევანი როგორი პოლიტიკური მმართველობა სურს და ვისი მონაწილეობით, ასეთი არის მისი პოზიცია, მზადყოფნას გამოთქვამს, რომ მან უხელმძღვანელოს ამ პროცესს და ასევე გარკვეულ პრინციპებსაც უკვე აჟღერებს თუ როგორ წარმოუდგენია მას მომავალი ირანი. ის ამბობს პირველ რიგში, რომ გამიჯვნა უნდა მოხდეს ცალსახად რელიგიის და პოლიტიკური მმართველობის ერთმანეთისგან. ის ამბობს, რომ უნდა გათავისუფლდნენ დატყვევებული ადამიანები და ასევე ამბობს, რომ უნდა მოხდეს მშვიდობაზე და პარტნიორობაზე ორიენტირებული პოლიტიკის ჩამოყალიბება, სადაც აღიარებული იქნება ირანის მხრიდან ისრაელი, დადებითი ურთიერთობები და პარტნიორული ურთიერთობები იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რეგიონის ქვეყნებთან და ასე შემდეგ. ანუ ასეთი ირანის მოდელს თავაზობს რეზა ფეჰლევის საზოგადოებას. გარდა ამისა, მას ჰქონდა მოწოდებებიც საერთაშორისო საზოგადოების მიმართ და პარტნიორი ქვეყნების მიმართ, რომ მათ მიიღონ ზომები ირანელი ხალხის დასახმარებლად, რომ მოახდინონ მეტი წნეხი, გაზარდონ წნეხი ირანის არსებულ რეჟიმზე და ასე შემდეგ. მოკლედ საათიანი პრესკონფერენცია იყო, სადაც ბევრი საინტერესო გზავნილი გააჟღერა რეზა ფეჰლევին და მთავარი სათქმელი რა იყო, რაც დავიწყე მისი სახელის ხსენება ნაწილში იყო ის, რომ ის ფიქრობს, რომ ირანის რეჟიმი მაინც დაემხობა, მოხდება ეს საგარეო მხარდაჭერით თუ არა, ხალხი მაინც შეცვლის ამ მართლობას და ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია, თუმცა თუ იქნება საგარეო მხარდაჭერა და ამ შემთხვევაში ადრესატი გასაგებია რომ იგულისხმებოდა პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები, მოხდება ეს ყველაფერი ნაკლები მსხვერპლით და ნაკლები სისხლის ფასად. ეს იყო მთავარი გზავნილი პრინციპში. ასეთია მოკლედ მოცემულობა. ჯერ ბევრი რამე არის კითხვის ნიშნის ქვეშ. ერთგვარად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიკმა გადაიარა, როცა იყო ეს პროტესტის ყველაზე დიდი ტალღა განსაკუთრებით 8-9-10 იანვრის პერიოდში და შემდგომ დღეებშიც. ახლა ეს ტალღა არის დაღმავალი აშკარად და
ძალიან სათულო არის ბევრი რამე, თუ არ მოხდება სწრაფი მოქმედება, ყველანი ახლა ისევ ვრჩებით ტრამპის მოლოდინში და მისი გადაწყვეტილებების მოლოდინში და სამხედრო რეაგირების თუ ასეთი გეგმა არსებობს, კიდევ გავიმეორებ, სწრაფად დაორგანიზების მოლოდინში, წინააღმდეგ შემთხვევაში თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ხალხს კარგი არაფერი არ ელოდება, თუ არ იქნება რეაგირება, რეჟიმი უფრო მეტად სასტიკი გახდება და არავის არ დატოვებს დაუსჯელს, შეიძლება მოჩვენებითად რაღაც პერიოდი დაპაუზდეს ეს პროცესი, მაგრამ აუცილებლად იქნება ანგარიშ სწორება. ეს ძალიან მოსალოდნელი პროგნოზია, ასე ვთქვათ და იმედია, რომ ამ ხალხის სამართლიანობისთვის ბრძოლა, თავისუფლებისთვის ბრძოლა და გაღებული მსხვერპლი არ დარჩება ასე უშედეგოდ და ისინი მიაღწევენ მიზანს. თუმცა ვიცით, რომ ყოველთვის არ არის ზეცახუმანური და ნახოთ მოკლედ როგორ განვითარდება მოვლენები. სამწუხარო უკვე არის ის, რომ ცალსახაა და ფაქტია, რომ სამწუხაროა ის, რომ არის უკვე ძალიან დიდი მსხვერპლი, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებული საბოლოოდ არ არის. დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები, აუცილებლად მივადევნებ თვალს და დაგიბრუნდებით პერიოდულად განახლებული ინფორმაციით და ელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. წინა ვიდეოს კომენტარებში ერთ-ერთი თქვენგანი მწერდა, რომ უკრაინის მოვლენებს რატომ აღარ აშუქება, აუცილებლად დაუბრუნდები უკრაინის თემების გაშუქებას, უბრალოდ ჩემი დრო და რესურსი არის შეზღუდული, ვცდილობ რომ მნიშვნელოვან თემებს მაინც დავეწიო, რომელიც არის ყველაზე აქტუალური და მასზე გავაკეთო აქცენტი. ამ შემთხვევაში და მე დაახმებით ალბათ, რომ ირანი არის ყველაზე ცხელი თემა, თუმცა საინტერესოდ ვითარდება უკრაინაშიც პროცესები და პერიოდულად დაუბრუნდები, რა თქმა უნდა, უკრაინის მოვლენების გაშუქებაც, რაც არის მთავარი ხაზი ჩემი ბოლო რამდენიმე თვის მუშაობის. მოკლედ, თუ მოგეწონათ ვიდეო დაალაიქეთ, თუ საინტერესო იყო თქვენთვის და ახლა აღმოაჩინეთ ეს არხი გამოიწერეთ, ძალიან კარგი იქნება რომ დამეხმაროთ აუდიტორიის ზრდაში და თუ უფრო მეტი წვლილი შეტანა გსურთ, გახდით ჩემი სპონსორები. არის მოცემული ვიდეოს აღწერაში რეკვიზიტები, არის მოცემული Patreon-ის ლინკიც, რაც არის ძალიან საინტერესო პლატფორმა და შეგიძლიათ გადახვიდეთ და მინიმალური თანხა გაიღოთ ყოველთვიურად იმისთვის, რომ ამ არხს დაეხმაროთ განვითარებაში და მე მომცეთ მუშაობის გაგრძელების საშუალება და სულ ეს არის პრინციპში, ხო? ნახვამდის, დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს.